მოგესალმებით მეგობრებო. დღეს განვიხილავთ სერიალ ვარდები და ცოდვების მომდევნო სერიის ანალიზს. სადაც მოვლენები ისე დაიძაბა, რომ ნამდვილად არავინ ელოდა. ბევრი კითხვა გაჩნდა და ბევრი საიდუმლოც ამოტივტივდა. მოდი ერთად გავყვეთ და ვნახოთ, რა ხდება ჩვენ საყვარელ პერსონაჟებს შორის. ახალ სერიაში სერხათისა და ზეინების ურთიერთობა კრიტიკულ ზღვარზეა. მართალია განქორწინებაზე ლაპარაკი დაიწყო, მაგრამ რეალურად არცეც არ სურს ოჯახის დანგრევა. სერხათი ძალიან ნაწყენია და ზეინებს პირდაპირ აფრთხილებს. თუ კიდევ ერთხელ წახვა, უკან აღარ დაგაბრუნებო. სერხათის ასეთმა მკაცრმა პოზიციამ ზეინები ბევრ რამეს მიახვედრა. ის მიხვდა, რომ ქადირის გამო ეგოისტურად იქცეოდა და სერხათს მეორე პლანზე აყენებდა. საბოლოოდ წყვილი ერთად დარჩენას გადაწყვეტს და განქორწინების საკითხიც დღის წესრიგიდან მოიხსნება. ამავდროულად თულაის მიერ მოპოვებული ინფორმაცია ზეინების პოზიციებს აძლიერებს. ეს მას საშუალებას მისცემს ქადირისთვის ბრძოლაში უფრო მყარად იდგეს. რაც შეეხება ძმებს შორის დაპირისპირებას, აქ ყველაფერი ცხადია. ჩამოყალიბდა ორი ბანაკი. სერხათი და ჯანი ერთ მხარეს, ხოლო ნიჯათი და ჯიჰანი მეორე მხარეს. ჯიჰანი უკვე ღიად მოქმედებს ნიჯათთან ერთად. გამოჩნდება იუსუფიც, ნიჯათის მამა, რომელიც სერხათის მიმართ სიმპათიითაა განწყობილი, რაც ნიჯათსა და ჯიჰანს კიდევ უფრო მეტად აცოფებს. განსაკუთრებით საინტერესოა ზეინების წარსული, რომელიც ამ სერიაში ნელ-ნელა იხსნება. თურმე ზეინებს ვიღაც სდევს, ადამიანი, რომელიც წლების წინ მისი ჩვენების საფუძველზე დაიჭირეს მკვლელობისთვის. ეს კაცი ახლა ციხიდან გამოვიდა და შურის ძიებას აპირებს. ზეინები მუქარის წერილებს იღებს და შიშისგან ძრწის. თუმცა სერხათს ვერაფერს ეუბნება, რადგან მისი უსაფრთხოების ეშინია. სწორედ ეს წარსული ხსნის, რატომ არის ზეინები ასე მიჯაჭვული ქადერზე. ის პატარა გოგონაში საკუთარ დაუცველ ბავშვობას ხედავს. რაც შეეხება ჯიჰანს, ის დადგება ფეხზე და გამოჯამრთელდება. თუმცა ამას არავის გაუმხელს. წარმოგიდგენიათ, რამხელა მზაკრობას გეგმავს. ის კვლავ ინვალიდის ეტლში იჯდება. ყველას თავს მოაჩვენებს თითქოს უმწევროა. რეალურად კი ზურგს უკან ყველას თვალ-თვალს დაუწყებს. ეს მას დიდ უპირატესობას მისცემს. ის მოისმენს იმას, რასაც მისთან დასწრებით სხვა დროს არავინ იტყოდა და შეიძლება მოულოდნელად დაარტყას თავის მტრებს, მათ შორის სერხათსაც. ჯიჰანი ამ უხილავი როლით სერიალში დიდ არეულობას გამოიწვევს. დაიმივედით მთავარ თემამდე, რომელიც ნეჯათისთვის უკვე ცნობილია. გახსოვთ ის იდუმალი კონვერტი? მართალია ამ სერიაში ნეჯათს ის არ გამოუყენებია, მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით რა წერია იქ. ეს არის დნმ-ის ტესტის პასუხი, რომელიც ადასტურებს, რომ ქადერის ნამდვილი მამა სერხათია. აქამდე ყველას ეგონა, რომ მამა ჯიჰანი იყო, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეეფერება. ჯიჰანს არასდროს ჰქონია ქადერის მიმართ მამობრივი გრძნობები. მაშინ, როცა სხვა ძმისშვილებს სითბოთი ეპყრობოდა. ნეჯათი ამ ინფორმაციას საგულდაგულოდ მალავს და გამოიყენებს მაშინ, როცა სერხათის წინააღმდეგ დიდი დარტყმა დასჭირდება. წარმოგიდგენიათ სერხათის რეაქცია, როცა გაიგებს, რომ გოგონა, რომლისთვისაც ყველაფერს აკეთებს, სინამდვილეში მისი ღვიძლი შვილია. ეს იქნება სერიალის ყველაზე ემოციური და სამართლიანი მომენტი. ქადერი ბოლოს და ბოლოს იპოვის მამას, რომელსაც ის მართლა უყვარს. თუ გსურთ, რომ არ გამოტოვოთ სერიალის შემდეგი ანალიზი და სიახლეები, აუცილებლად გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ეს ვიდეო და გააქტიურეთ ზარის ღილაკი. თქვენი აქტივობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა რომ მიყურებთ. მომავალ შეხვედრამდე.